Სამლებით ძვირფასო მსვენელებო, ჩემო მეგობრებო, ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო ვიდეო. მე ერთი-ორი ვიდეო მგონი მაქვს ამ ქალბატონის დადებული, ჩერნიგოვსკაია. ტატიანა ჩერნიგოვსკაია. ტატიანა ჩერნიგოვსკაია. ფსიქოლოგი იყო თვითონ ეს ხალი. მეცნიერიც იყო მგონი, მე ხა ზუსტად ბევრი ვიდეოები ამ ხალის მონაწილეობით დადებული და მინდა მე თქვენ ახლა მოგიყვეთ თუ აი მაგალითად ბევრი ალბათ თქვენგანი გვიანობამდე არ იცინეს, იმიტომ კი არა რომ მუშაობს ფიზიკურად და ხამე უნდა ტეხოს სპეციალურად, არა, უბრალოდ არ იძინება და თქვენ ისეთ ახალს, ვინც გვიანობამდე არ იცინეს, მიაკუთვნებენ ბუს ოჯახს სიმბოლურად. და თუ თქვენო იძინებთო გვიან, ესე იგი თქვენ გაქვთო 5 დამახასიათებელი ნიშნები. ხო, მე ტექსტი წერია აქა და ტექსტის მიხედვით მოყვები, ყველგან არ წერია ტექსტი, მაგალითად მინდოდა მეგრული სიმღერის ტექსტი გადმომეწერა მერცხალზე რომ მაჭიხოლია, მაჭიხოლია, მე ხა ტექსტი არ მახსოვს ზეპირად. ხო და შევედი. ნუ ხო ქართული არა, ინტერნეტი ეს თვითონ ხელოვნური ინტელექტი ტელეფონის ასხვავებს ქართულ ენას, ასოებს ქართული ენის ასოებს, მაგრამ მეგრული ენა ხო სხვაგვარად ჟღერს და დაუწერია ხელოვნურ ინტელექტს, ტელეფონის ხელოვნურ ინტელექტს დაუწერია არაბული ასოებით. ვერაფერი ვერ გამოვიდა აქ. მეგრული სიმღერის ტექსტი ეწერა არაბული ასოებით და იქ მისამღერებლები რომ ჰოი დოდო და ესო. ეს ქართულად ეწერა. ამიტომ ყველა ტექსტს ვერ ამოიკითხავთ. ხო, ალბათ ბევრს გაგვითენებია ღამე, მე ხა ღამის ტეხოს მოყვარული არა ვარ, იმიტომ რომ მე ხანდახან ისე ადრე მეძინება, ადრე ვიძინებ საერთოდ. ხანდახან ტეხავ ღამეს, ხანდახან აი დღის სიცხები რომა დაუშვათ, აქ არა, აქ ოთახში ჩემთან გრილა და იმ ძველ ბინაში პირდაპირ მანათებდა მზე და ისე ახურებდა ოთახს, ისე ახურებდა რომ საღამ შეუძლებელი იყო ოთახში ყოფნა და სანამ საღამო არ მოვიდოდა და ცოტა არ აგრილდებოდა, არადა კარი უნდა ქონოდა ღია და ახლა ძაღლი ბოლოს რომ მოიყვანეს, ძაღლი არ მაჩერებდა ოთახში ფიზიკურად. ხო და აი მე შემნიშნე, საერთოდ შემნიშნე რომ ხანდახან აი ასე დამიდებში საღამომდე ვერ ვდებ გულს. ეხლა იქ ინტერნეტი ხომ არ ქონდა ყოველდღიური. ყიდულობდი ერთ კვირიანს. ბოლო დროს თვეში ერთხელ ვთავდი, იმიტომ რომ ქონდა რაღაც პრობლემები ფინანსური და ვერ ესეთი და მე კიდევ რაღაცებს მე მეხსერების ბრათი ვიყიდე ამ ტელეფონში, საიდანაც თარგმნი და აქ ვიდეოებს წერდი ხოლმე და ვიდეოებს ან ორი დღე კი იცით რომ YouTube-ი ორი დღე გინახავთ ვიდეოებს და ამ დაგვარად ვაკონსპექტებდი, კონსპექტებს ვამზადებდი. აქეთ ბევრი წიგნი მაქვს გადმოწერილი, ბლავატსკაია, საიდუმლო დოქტრინა, ახლა დავამატე ისმაილ პრესის წიგნი, კოსმოსური წარმოშობა. აქეთ დავამატე ბლავატსკაის მეორე წიგნი, გამოაშკარებული იზიდა, მაგრამ ჯერ მაგათ ვერ დავიწყებ, მაგ წიგნების თარგმნა, სანამ ამ საიდუმლო დოქტრინის პირველ ტომს არ დავამთავრებ. მე არ მიყვარს შუაგზაზე საერთოდ რაღაცის შეჩერება. მინდა ეს პირველი ტომი დავამთავრო. ნუ ბევრი არა, იქ ორი ქვეჯგუფი, ქვეგანყოფილება დარჩენილი. ისე ქვეყანატომებული არსებობს, იმიტომ რომ ძალიან მინდა, ძალიან მაინტერესებს რა წერია ასეთი
გამოჩქარებულ იზიდაში. და სხვათა შორის მე ბლავატსკაია დიდი ხანია ბლავატსკაიას ვიდეოს ვაწყდები, მაგრამ ჩემო კარგებო, ვიდეოში ბევრი ვიდეოებია დადებული, სადაც ბლავატსკაიას ფოტოდენა, მაგრამ ბლავატსკაიას ნაწარმოებთან არანაირი კავშირი არ აქვს იმას, რასაც ამბობენ ამ ვიდეოში. თქვენგანა ასე ადვილად თქვენ რა გონიათ ახლა იმ ვიღაცამ წაიკითხა ბლავატსკაია და მაგას ყვება? არა მგონია, იმიტომ რომ ბლავატსკაია ისეთი რთული ნაწარმოები. კი, ნამდვილად შემხვედრია რამდენიმე ადამიანი, ვინც ახსენებდა ბლავატსკაიას ნაწარმოებებს უпростоრად, მათ შორის იური ლირი, არხი ავსტრალიური კაც ბლოგერი, მაგრამ ლირი რატომღაც ახსენებს საიდუმლო დოქტრინას კი არა, გამოჩქარებულ ვიზიტას. მაგრამ სხვათა შორის ის რაც აი მე კიდევ კარგი მე მაინტერესებს მე მშია სულიერად, მშია ინფორმაციულად. მე იმდენი კითხვები მაქვს კიდევ უპასუხო დატოვებული, ძალიან ბევრი კითხვები. ახლა ნაწილზე პასუხები მომივიდა, ნაწილზე არა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხები არ არსებობს. ხო და აი ეს რაც ბლავატსკაია ახლა მე რაც გადავთარგმნე, მე კი წერდი ამ სფეროებს, ამიტომ ვამბობ, ერთი წაკითხოთ, ბევრ რამეს ვერ გაიგებ. უნდა წაიკითხო რამდენჯერმე, ორჯერ მაინც, სამჯერ მაინც, ხო? და მე რატო ვამბობ, რომ ტექსტები, რომელსაც თარგმნ, მე ვინახავ. რატო და მე რუსულ წიგნს არ შევინახავ, რადგან მე საქართველოში ვარ, ქართული ნათარგმნი უფრო დაჭირდებათ. ხო, ვინც დაინტერესდება ამით, მაგრამ ამით ბევრი არ ინტერესდება და იმ 2-3 ადამიანისთვის ჩემთვისაც რომ შევინახო. მე ვდებ მაინც ბლავატსკაიას ვიდეოებს, იმიტომ რომ ის 2-3 ადამიანი, რომელიც ამით დაინტერესებული, რომ მაგათმა მიიღონ ეს ინფორმაცია ქართულად. ხო და რამე და კიდევ გითხრათ. ხო, რისი თქვა მინდოდა, გამახსენდა ახლა. ისმაილ პერესს არ ვიცი, არ იქნება ბლავატსკაია წაკითხული, მაგრამ ისმაილ პერესმა ის ინფორმაცია გადმოგვცა თქვენ, რაც მე ამოვიკითხე ბლავატსკაიას ნაწარმოებში. ისმაილ პერესმა სხვა წყაროდან მიიღო ეს ინფორმაცია, კოსმოსური წყაროდან. მაგრამ მე რომ ბლავატსკაიას კითხულობდი, ის რაც გადავთარგმნე ამ სფეროებთან, გახსოვთ მეთქი ვიდეო დაგიდეთ პერესის 7 სფეროებთან, რომ ეს 7 სფერო ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთლიან ფიზიკურ მიწას წარმოადგენს თავის დონეებთან ერთად. მიწასთან ერთად წარმოადგენს ერთ მიწას, ფიზიკურ მიწასთან ერთად. ერთ მიწას. მაგრამ და მე ამას ვთარგმნიდი, მე ტაბულებიც მაქვს გადმოხატული. ფერადად ფერადე, ყველას თავთავისი ის მიუნიშნე ფერი და ეგ ყველაფერი ცალ-ცალკე არსებობდა მეგონა, იმიტომ რომ მე ხომ წერისას ბევრს ვერ ვიფიქრებ, მე ვიწერ, ვთარგმნი, ხო? თარგმნი და ბევრს ვერ იმავშვები. ყურადღებას არ ვაქცევ ბევრ ამას, მაგრამ ამ თარგმნისას რაღაცები მაინც მემახსოვრება რაღაცეები და ამიტომ მე ვამბობ, რომ ერთი გაგებით ზოგჯერ რთულია რამე გაიგო, იმიტომ კი არა რომ ვიმე უნიჭოა, არა. მე მაგალითად სკოლაშიც რომ ვიყავი, მე ძალიან ბევრი რაც რთული გასაგები იყო, მე ძალიან დიდ დროს უნდებოდი რომ ეს გამეგო. აი, როდესაც გავიგებდი, მე მაგას ხელად ვიმახსოვრდი. ხატრულ ლიტერატურას ერთი წაკითხით ვიმახსოვრებდი და ამ ტექნიკურ და ხუმანურ საგნებს რომ ჭირდებოდა რომ გამეგო მათი და მე მახსოვრებინა. კარგით. და ალბათ ჩვენთვის ბევრჯერ უთქვიათ ჩვენ უფროსებს ოჯახის, რატომ ტეხავ ღამეს, დაწეხი არ შეიძლება, ცხოვრებას აანგრევ.
ენერგია გიკარგება მართალიც ახლა მე ღამებს ვერ ვტეხავ მე შეიძლება ერთი ღამე გავათიო მაგრამ 1-2-3 დღე მჭირდება რომ გამოვიდე მე მდგომარეობიდან მე ღამის ბუ არა ვარ მაგრამ ერთი ღამე შემიძლია თავისუფლად გავტეხო ახლა სპეციალურად თუ გავტეხე და ისე ხდება რომ ხანდახან რომ არ მეძინება 1000-ში ერთხელ მე უფრო ძინავს ღამით შეიძლება გამომეხვიდოს და თქვენც ალბათ ბევრჯერ გაგითენებიათ ღამე თეთრად ხო რომ და გსმენიათ რომ თქვენ ცხოვრობთ არასწორად მაგალითად ექიმების მშობლები ინტერნეტში სტატიები ყველა ერთიგივე სიმიორეს დაწიხი ადრე მეც ეს გამიგონია იცხოვდა ისე როგორც ყველა მაგრამ ტატიანა ჩერნიგოვსკაია ყოფილა ნეირობიოლოგი და მე როგორც ნეირობიოლოგს ეს მაინტერესებსო ძალიან ახლა დღეს ჩერნიგოვსკაია კვტარი გადაწყვილი უნდა იყოს ხო რაღაც ასე გავიგე ცოცხალი არა ეს ქალბატონი მაგარი ჭვიანი ქალბატონია ხალხი რომელიც რეგულარულად ფხის ლოვს ღამობით იმიტომ კი არა რომ დაძინება არ შეუძლიათ არამედ იმიტომ რომ ღამით მათი ტვინი მუშაობს სხვაგვარად არიან მასეთები რომლებიც ღამობით მუშაობენ იმიტომ რომ დღესით ვერ მუშაობენ აი ღამით კი სამუშაო პროცესი მათში სხვანაირად ხდება და ისინი აღმოაჩენენ ხოლმე თავის თავში განსაზღვრულ კოგნიტიურ და ფსიქოლოგიურ ხასიათებს რომელიც ბევრ ადამიანში გამოხატულია სუსტად და ან საერთოდ არ აქვთ ეს დამახასიათებელი ნიშნები და მე სერიოზულად მინდა ამის შესახებ ვისაუბრო ამბობს ქალბატონი ტატიანა რომანტიზაციის გარეშე გამართლების გარეშე რადგან მინდა გითხრათ თუ რა ხდება ადამიანის ტვინში როდესაც ის ცხოვრობს სხვა რიტმში ჩვენ გავივლითო 5 დამახასიათებელ ნიშნულს რომელსაც ნეირომეცნიერება აკავშირებს ადამიანებს რომლების ტვინი აქტივირდება ღამის საათებში ეს არის კონკრეტული კოგნიტიური ემოციონალური ხელოვნების დამახასიათებელი ნიშნები და ყოველ მათგანს მე ახსნიო იმის თვალსაზრისით თუ რა ხდებაო თავის ქალის შიგ ვიტყვი რომ მეხუთე დამახასიათებელი ნიშნული ამ სიაში ხსნის რაღაც შენზე რასაც შენ გრძნობდი მაგრამ ვერ ხსნიდი შენი სიტყვებით მოусმინე ბოლომდეო არიან ისეთი ხალხი რომლებიც ვერ იძინებენ ხელვარება უძილობა დილის დარღვევა ეს ერთია ეს არის კლინიკური ისტორია და ის სხვა საუბარს მოითხოვს მაგრამ ჩვენ საუბრობთო სულ სხვა ტიპის ხალხზე იმაზე რომელსაც შეუძლია 10 საათზე დაწვეს დასაძინებლად მაგრამ არ უნდა ვინც გრძნობს რომ გვიანი საღამო და ღამე ეს მათი დროა ვინც ამჩნევს რომ მათი აზრები ხდება უფრო მათი აზრები ჩდება უფრო ხშირად იდეები მოდიან თავისით თავი კი მუშაობს უფრო სხვაგვარად ვიდრე დილის 9 საათზე ქრონობიოლოგიაში მასეთ ადამიანებს მასეთ ხალხს უწოდებენ გვიანი ცირკადული რიტმის ქრონოტიპის ფლობელებს კიდევ გავიმეორებ
ჯერ რუსულად გავიმეორებ. Обладатели хронотипа с поздним циркадным ритмом. ანუ ფლობელები გვიანი ცირკადული რიტმის ქრონოტიპით. და კვლევები, რომელიც ჩატარდა ტორონტოს უნივერსიტეტში, ლონდონის იმპერატორ კოლეჯში, უჩვენებენ, რომ ქრონოტიპი ეს არ არის კაპრიზი ან ხელიდან წასულობა, ეს არის ბიოლოგიური დამახასიათებელი მოვლენა, რომელიც ნაწილობრივ არის გენეტიკურად დამაგრებული. და აიო, რა არისო საინტერესო, როდესაც მეცნიერებმა დაიწყეს კოგნიტიური პროფილების შესწავლა ადამიანებისა გვიან ქრონოტიპთან, მათმა აღმოაჩინეს რაღაც მოულოდნელი. პირველი, რაც აქვთ ამ ხალხს გვიანი ქრონოტიპით, ეს მიდრეკილება არასტანდარტულ აზროვნებისკენ. და აქ მე ვამბობო არა აბსტრაქტულ კრეატივობაზე, არაო. და მე ვამბობო კონკრეტულ კოგნიტიურ გამოვლენაზეო. კვლევარებმა საუთგემპტონის უნივერსიტეტიდან სარში კანაძავას ხელმძღვანელობით 2009 წელს აღმოაჩინეს საინტერესო კორელაცია. ხალხი მაღალი IQ-თ სტატისტიკურად უნდათ ხო, უბრალოდ ხალხსო, ვისაც აქვსო მაღალი IQ, სტატისტიკურად მათ სურთო დაწვენო გვიან და გაიხვიდონო გვიან. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჭკვიანი ადამიანები არიანო ღამის ბუები. ღამის ბუ, არა, მაგრამ კავშირი არსებობს და ეს არისო მყარი კავშირი. რატომ? ეს დაკავშირებულია იმასთან, რასაც ფსიქოლოგები უწოდებენ საევოლუციო სიახლით. ხისლობა ღამით, რომელიც დაკავშირებულია საევოლუციო მიმაგრებული პატერნის გამრდებასთან, რანა მენიდები წვებოდნენ ადრე და რომ ხისლად ყოფილიყვნენ ღამით, ეს არჩევანი, რომელიც ეწინააღმდეგება ბიოლოგიურ პროგრამას, ძველ ბიოლოგიურ პროგრამას. ადამიანები, რომლებიც უნარიანები არიან, გაცნობიერებულად თავი არიდონ ბიოლოგიურ დეფოლტებს, დემონსტრაციას უკეთებენ უფრო მაღალ მიდრეკილებას, ინტელექტუალურ რისკებს თლიანობაში. ტვინი, რომელიც მზად არის დაარღვიოს ერთი ასე ვთქვათ, ჩანერგილი პატერნი ადვილად დარღვევს ხვესაც. კითხვებს უსვამს იქ, სადაც სხვები კითხვებს ღებულობს საქმიდან გამომდინარე. მიდის იქეთ, სადაც ბევრი ადამიანი არ მიდის. და ეს არ არის მხოლოდ პირველი დამახასიათებელი ნიშანი. და არც არის საინტერესო. აქანე საინტერესო არისო ის, რომ როდესაც მთელი მსოფლიოს დინავს, მთელ საღაროს დინავს, რა ხდება ღამით იმ ადამიანის ტვინში,
რომელსაც არძინავს შეგნებულად. გარე საინფორმაციო გზავნილების ნაკადი, ზარები, სხვისი ხმები, სოციალური მოთხოვნილებები პრაქტიკულად ქრება. ტვინი ატიებს რესურსების ხარჯვას სოციალური სტიმულების გადამუშავებაზე და ამ მომენტში ხდება რაღაც საინტერესო სადაც თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქი, ანუ ხოლმე ლიტერატურაში იყენებენ შუბლისწინა ქერქის ტერმინს და სადაც ეს ქერქის ნაწილი, შუბლისწინა ქერქის ნაწილი პასუხობს გადაწყვეტილების დაგეგმაზე და ხმა ყურადღებაზე, იღებს მეტ კოგნიტიურ რესურსებს. რა არის კოგნიტიური რესურსები? მე ხა შევედი ინტერნეტში. კოგნიტიური რესურსები გამოიყენება თანამედროვე ქართულ ფსიქოლოგიურ და სამეცნიერო ლიტერატურაში. და რა არის, რას ნიშნავს ეს ფრაზა კოგნიტიური რესურსები? ეს ნიშნავს შეზღუდულ მარაგს მენტალური ენერგიისა და ადამიანის ტვინიერი ძალებისა, რომელსაც ტვინი ხარჯავს ყურადღებაზე, აზროვნებაზე, მეხსიერებაზე, ინფორმაციის გადამუშავებაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე. ეს რესურსი განსაზღვრავს თუ რა რაოდენობის რთულ ამოცანებს ახსნის ადამიანი. ძალის მარაგი არ არის უსაზღვრო. დიდი ხანი მუშაობის შემდეგ ტვინი იღლება. ყურადღება და ძალები იყოფა ყველა საქმების შორის ერთდროულად. და სტრესი და ემოციების კონტროლსაც მიაქვს ძალები, ხმაურს, ზედმეტ ინფორმაციულ ნაკადს, ყველაფერი ხლის ტვინს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასვენებას, შესვენებას, რუტინული საქმეების ავტომატიზაცია. ტვინი, რომელიც ზად არის ეთი ჩანერგილი პატერნის დარღვევა, არღვევს ხვებსაც. და მკვლევარები და ქრონობიოლოგები აჩვენებენ, რომ იმ ხალხს, რომლებსაც აქვთ მოგვიანებითი ქრონოპომი, სამუშაო მეხსიერების და კონცენტრაციის აქტივობის პიკი საღამო და ღამის საათებში. ანუ იმ ხალხს, ვისაც აქვთ გვიანი ქრონოტიპი, მათ ეს ადამიანები უფრო აქტიურები არიან საღამოს და ღამის საათებში. ეს მიფი არ არის და არც თვით დარწმუნება. ეს არის ფიზიოლოგიური ფაქტი. ფსიქოლოგმა რობერტ კლაუსენმა თავის სამუშაოში პროდუქტიულ მდგომარეობებზე აღწერს ფენომენს, რომელსაც უწოდებს წყნარი პერიოდის ფანჯარად,
როდესაც დაწევა გარე გამაღიზიანებელი ასე ვთქვათ პირობებისა აძლევს საშუალებას ტვინს შევიდეს სიღრმისეული კონცენტრაციის მდგომარეობაში, რომელიც მიუწვდომელია ხმაურიანი დღის მომენტში. ბევრი ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ მოგვიანებითი ქრონოტიპი, ეს ფანჯარა იღება ზუსტად 12 საათის შემდეგ. აი შენ ხანდახან ხდება ისეთი მომენტები შენ ცხოვრებაში, როდესაც შენ ჯდებიო ამოცანის გასაკეთებლად ასახსნელად გვიან და გავიდა 3 საათი და რთული ამოცანა, რომელიც შენ დღისით ვერ ამოხსენი, იქნა ამოხსნილი. ან შენ დაწერე რაღაც 2-3 საათში ღამით ის, რასაც მთელი დღე ვერ წერდი. ეს არ არის დამთხოვითობა. ეს შენი ტვინი მუშაობს ოპტიმალურ რეჟიმში. მაგრამ აი რა უნდა გაიგოთ. ის ქმნის პრობლემას, იმიტომ რომ ადამიანი, რომელმაც იცის რომ მისი ტვინი უკეთესად მუშაობს ღამით, ეჯახება სამყაროს, რომელიც მოწყობილია პირიქით. და ის თუ ადამიანი როგორ ერთვის ამ სიტუაციას, არის მისი მესამე დამახასიათებელი ნიშანი. არის რაღაც, რაც აერთიანებს ყველა ადამიანებს, ვისაც აქვთ გვიანი ქრონოტიპი. ისინი ძალიან ბევრს ფიქრობენ. მე გულისხმობ იმას, რასაც ფსიქოლოგები უწოდებენ მდიდარ შიდა ცხოვრებას, განვითარებულ შიდა მონოლოგს, შესაძლებლობას დიდხანს გაამახვილო ყურადღება აბსტრაქტულ საკითხებზე მისი ღრმა რეფლექსიის მიდრეკილებით. ზუსტად აქ ღამის სიწყნარი ქმნის ამისის ყველა პირობებს. დღისი ტვინი ყოველთვის დაკავებულია გარე ასე ვთქვათ მოვლენებით უნდა უპასუხო, უნდა რეაგირება უნდა გააკეთო, უნდა დაამუშავო, ღამით კი ეს ყველაფერი არ ხდება. და მაშინ აქტივირდება, რასაც ნეირობიოლოგები უწოდებენ ტვინის მუშაობის პასიური რეჟიმის ქსელი. Default mode network, არის ახლა სწორად წავიკითხე თუ რა ინგლისურად. ეს არის ნეირონული ქსელი, რომელიც ირთვება, როდესაც ჩვენ არ ვართ დაკავებული კონკრეტული გარე ამოცანით. ის პასუხობს ავტობიოგრაფიული მეხსიერებისთვის, წარმოსახისთვის და რთული აზროვნებითი კავშირების შესაქმნელად. კვლევები უჩვენებენ, რომ ადამიანები მაღალი აქტიურობით ღამით დემონსტრაციას უკეთებენ უფრო მაღალ მირეკილებას ხელოვნურ აზროვნებაში და უფრო ღრმა გაგებას სოციალური და ფსიქოლოგიური პროცესების მიმართ. მათ უფრო უადილდებათ სხვების გაგება, იმიტომ რომ ისინი ძალიან ბევრ დროს ატარებენ და მოდელირებას უკეთებენ სხვის გამოცდილებას საკუთარი თავის შიგ. ღამით ეს არის დრო, როდესაც ეს ქსელი იღებს სივრცეს, როდესაც აზრები, რომლებიც მთელი დღე იყვნენ ასე ვთქვათ შეთვლილი უფრო სასწრაფო საქმეებით, იღებენ შანსს, მივიდნენ ბოლომდე და აქ ჩნდება მეოთხე დამახასიათებელი ნიშანი. ეს მეოთხე დამახასიათებელი ნიშანი მიყვება მესამეს. მაგრამ უმრავლესი ადამიანები გვიანი ქრონოტიპით არ აცნობიერებენ მას იქამდე, სანამ ვინმე
მას არ დაარქმევს სახელს. გვიანი საათები ეს არ არის მხოლოდ აზროვნების დრო. ეს არის დრო, როდესაც ემოციები ხდება უფრო ახლოს ზედაპირთან და ამის ახსნა შეიძლება ადვილად ფიზიოლოგიურად. საღამოს კი იფიტება რესურსები ემოციონალური რეგულაციისა, რომლებსაც ადამიანი ხარჯავს დღის განმავლობაში და შუბლის უკანა ქერქი, შუბლის ქერქი ეს არის სტრუქტურა, რომელსაც უკავია ლიმბიური სისტემა კონტროლის ქვეშ და იხლება და ბარიერი იმათ შორის, რასაც შენ გრძნობ და რაც რის გრძნობას აძლევ შენ თავს, ხდება უფრო თხელი და უმრავლესი ადამიანებისთვის ეს ვლინდება ეს მდგომარეობა როგორც საღამო ღრმავება, მძიმე აზროვნების ასე ვთქვათ გამოვლინისა დამუშავება, შეგრძნება, რომელსაც ღამით ყველაფერი უფრო გართულებულ მდგომარეობაშია და ეს არის რეალური ეფექტი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ კეთილსინდისიერად, მაგრამ ადამიანებს, ვისაც აქვთ შიდა ცხოვრება განვითარებული და აქვთ ჩვევა უფრო სიხმსევლი რეფლექსიის მიმართ, ეს მექანიზმი მათ ამუშავოს სხვაგვარად. ისინი იყენებენ ამ დროს შეგნებულად ან ემოციონალური გამოცდილების გადასამუშავებლად. იმისთვის, რომ რასაც ჯეიმს ბენი ბრეკერმა უწოდა ექსპრესიული დამუშავება, წარმოთქმა, გააზროვნება, ინტეგრაცია იმისა, თუ რა მოხდა მთელი დღის განმავლობაში, ან კვირის განმავლობაში და ბენი ბრეკერმა უჩვენა თავის სამუშაოებში, რომ ადამიანები ადრევენ ემოციონალურ გამოცდილებას ვერბალურ ფორმას წერენ ან საუბრობენ, ეს წერს დაბლა ფიზიოლოგიურ ზედაწოლას ორგანიზმზე, კორტიზოლის დონეს აგდებს, აუმჯობესებს იმუნური სისტემის მაჩვენებლებს და ქრება მღელვარება. ადამიანი, რომელიც ფიქრობს ღამით, ხშირად აკეთებს ზუსტად ამ სამუშაოს. გადაამუშავებს ინფორმაციას, ინტეგრირებას უკეთებს, პოულობს შინაარს იმაში, რაც ეგონა უაზრო. ეს ძიმია უფრო ვიდრე უბრალოდ დაწოლა, ძილი. მაგრამ ეს იძლევა იმ გაგების ჩვეულებრივ ტიპს, რომელსაც ბუები, ხშირად აღწერენ როგორც თავად მიზეს, რომლის გამო ისინი მათ არ უნდა წასვლან დასაძინებლად. მაგრამ აქ თავარია მეხუთე დამახასიათებელი რამ. ეს მეხუთე მეოთხეს ხსნის. რაიმე რა შემნიშნეო ამ შეკითხვის, ამ საკითხის შესწავლისასო და რასაც ადასტურებენო მონაცემების სხვადასხვა მკვლევარი ჯგუფებისგან, ადამიანები მოგვიანებითი გვიანი ქრონოტიპით დროზე ფიქრობენ სხვაგვარად. ეს ჟღერსო აბსტრაქტულად, ამიტომ მე გიხსნითო კონკრეტულად. ფსიქოლოგები არჩევენო, ასხამებენ უпроსტად დროის ორიენტაციის ორ ტიპს, მოკლე ვადიანს და გრძელ ვადიანს. ადამიანები მოკლე ვადიანი ორიენტაციით იღებენ გადაწყვეტილებებს ახლოს შედეგებიდან გამომდინარე. რა იქნება ხვალ, რას ფიქრობენ ახლა, რა არის ამ მომენტში საჭირო. ადამიანები გრძელ ვადიანი ორიენტაციით თავის თავში იკავებენ უფრო ხანძლივ ჰორიზონტს. რას ნიშნავს ეს? ერთი წლის შემდეგ ეს როგორ ჩაჯდება უფრო მსხვილ, ასე ვთქვათ, ჩანაფიქრში და რა დარჩება მის შემდეგ. გამოკვლევა კოგნიტიური პროფილისა ადამიანებისა
გვიანი ქრონოტიპით უჩვენებენ მყარ მიზრკილებას მეორე ტიპის მიმართ. ამიტომ ისინი ზათ არიან თავისი ძილით იმსხობლონ აზრის გამო, რომელიც წიფდება. ამიტომ მათ ისიდავენ ამოცანები, რომლებიც არიძლევიან ჩქარ შედეგს. ამიტომ ისინი უკეთესად მუშაობენ პროექტებთან, რომლებიც მოითხოვენ ხანძრივ, ასე ვთქვათ, შექმნას, ვიდრე იმ პროექტებთან, რომლებიც ხვალ უნდა ჩააბარონ. ეს არის სხვა დროის არქიტექტურა, სხვა დროის აზროვნების არქიტექტურა და აქ მე მინდა ვთქვაო, რომ თავარიაო ამ სურათის გასაგებად, რომ რაც ჩვენ ვისაუბრეთო, ინტელექტუალური სიმამაცე, ფოკუსის მდგომარეობა, შიდა დიდრული შიდა ცხოვრება, ემოციონალური გადამუშავება, ხანძრივი აზროვნება, ყველა ამ დამახასიათებელ ასე ვთქვათ, ნიშნებს აქვს მეორე მხარეც და კეთილსინდისიერი საუბარი შეუძლებელია მის გარეშე. ქრონიკული უძილობა, ხო, როდესაც შენ ვერ იძინებ, ვერ ძღები ძილით და რაც არ უნდა ბევრი გეძინოს, მაინც მეორე დღეს გეძინება. ქრონიკული უძილობა ეს არ არის რომანტიკა, ეს არის ფიზიოლოგიური სტრესი, როდესაც ადამიანი გვიანი ქრონოტიპით იძულებულია იცხოვროს გეგმის მიხედვით, ადგეს გეგმის მიხედვით, ზუსტად იყოს სამუშაოზე 8 საათზე, ის არსებობს მუდმივი სოციალური ჯეტლაგის მდგომარეობაში. ეს ტერმინი შემოიტანა ქრონობიოლოგმა ტილ რონებერგმა მიუნხენის უნივერსიტეტიდან. სოციალური ჯეტლაგი ეს არის გახლიჩვა ბიოლოგიური და სოციალური დროის შორის და მისი შედეგების გაცნობა შეიძლება. ამაღლებული რისკი მეტაბოლიური დარღვევებისა, კოგნიტიური მოძრაობის დაწევა, უფრო მაღალი, ასე ვთქვათ, დეპრესიის მდგომარეობა, ეს არ ნიშნავს, რომ გვიანი ქრონიტიპი ეს არის პათოლოგია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, ვინც ცხოვრობს გვიანი ქრონოტიპით, ცხოვრობს სამყაროში, სადაც უფრო დაწყობილები არიან ადრინდელ ქრონოტიპს და თავში ატარებენ დატვირთვას და მან ეს უნდა იცოდეს, ეს 5 დამახასიათებელი ნიშნული, რომელზეც მე საუბრობდი, ისინი რეალურები არიან, ისინი დამტკიცებული არიან, მაგრამ ეს ყველაფერი არ აუქმებს ტვინის მოთხოვნილებას საკმარის ძილში. უბრალოდ ეს ძილი იქნება გადადებული. თუ შეგიძლია შენი, ასე ვთქვათ, ცხრილით იხემძღვანელო, ეს ცხრილი შეადგინე შენი ბიოლოგიის ქვეშ. თუ არა და მოძებნე საშუალებები მინიმიზაცია გაუკეთო დაგროვილ დეფიციტს. ეს არ არის ფილოსოფია, ეს არის ფიზიოლოგია. ხო, ამასა რო გეუბნებით. თუ თქვენ ღამებს ტეხავთ, თქვენ იმის საშუალებაც უნდა მოიძებნიოთ, ამბობს ქალბატონი ტატიანა ჩერნიგოვსკაია, რომ თქვენ გამოიძინოთ, რადგან ტვინს სჭირდებაო გამოძინება აუცილებლად. თქვენ შეიძლება რამდენიმე ღამე ტეხოთო, მაგრამ მერე მაინც გაიძულებთო ტვინი დრო მონახოთო, იმისთვის რომ ახადგინოთო მისი მუშაობა. ანუ საშუალება უნდა მიცეთ მაინც ადრე თუ გვიან ტვინს გამოიძინოს. ადამიანები, რომლებიც გვიან წვებიან, დააკეთებენ ამას შეგნებულად და არა იმიტომ, რომ რაღაცაზე ხელვარებენ, რაღაცაზე ნერვიულობენ, მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ. ისინი არიან მასზე დაწყობილი. მათ აქვს მიდრეკილება არასტანდარტული აზროვნების მიმართ. მათი ტვინი ახდენს ოპტიმალურ ფოკუსის მდგომარეობას იმ საათებში, როდესაც
სამყარო წყლარდება, სოფლიო წყლარდება. ისინი ფლობენ განვითარებული შიდა ცხოვრებით და სიღრმისეულად ამუშავებენ ემოციონალურ გამოცდილებას. ისინი ფიქრობენ დროზე სხვაგვარად, უფრო ხანძრივად, უფრო ფართოდ, სხვა ჰორიზონტით. ეს არ ნიშნავს, რომ ღამის ადამიანები არიან დღის ადამიანებზე უკეთესები, არა. აქ არა საუბარი იმაზე, რომლებიც ცუდ დღეში არიან, რომლებიც კარგ დღეში. ადამიანის ტვინი არის მოწყობილი სხვადასხვაგვარად უბრალოდ და ის საქციელი, რომელიც გარედან გვერდიდან ჩანს როგორც სისუსტე, ნების სისუსტე ან ცუდი ჩვევა, შიდა იმ ადამიანის შიდა მდგომარეობიდან გამომდინარე, ხოლმე აღმოჩნდება ბიოლოგიური მეთოდი არსებობისა. თუ შენი თავი იცანი ამ საუბარში, შეიძლება საქმე იმაშია რა, შენ შეგიძლია სწორად ცხოვრება თუ არა. საქმე იმაშია, რომ შენ უბრალოდ სხვაგვარად გაქვს მოწყობილი ტვინი და ამ ტვინთან შეიძლება მუშაობა, როდესაც იცის როგორ არის მოწყობილი. თუ შენთვის რამე იყო მნიშვნელოვანი ამ საუბარში, გაუზიარე იმას, ვინც უნდა გაიგოს ამის შესახებ, ხო. კვლევებმა გაცნობიერების სფეროში ჯონი კაბაზინის ნამუშევრებში და მისი ჯგუფის წევრების ნამუშევრებში ხალხმა უჩვენა, რომ ესმით კოგნიტიური პატერნები და შეუძლიათ ეს პრობლემები მოაგვარონ როდესაც ადამიანიო გადადისო იმ მდგომარეობიდან, რომ მე რაღაც მჭირსო, იმ მდგომარეობაში, რომ ჩემი ტვინი აკეთებს ამასო, და ამიტომ არისო, რომ მინდარინები, ეს გლანდები პატარდებაო, როდესაც თქვენ აზროვნებთო იმ მომენტში. შენ არამხოლოდ გადიო ამ გზით, არამედ მომიცი უფლება მე გითხრაო, რომ არისო რაღაცეები, რისი გაკეთება ახლა უნდა მოახდინო. როდესაც ხალხი მუდმივად იგონებენო თავში სცენარებს, ხშირად თავის საკუთარი თავებისგან იღრებიან. რატო გამეცინა, იცით? ხანდახან მე მღრის ჩემი ლაპარაკი. სერიოზულად გეუბნებით. არა და მეგონა მარტო მიმჭირდა ეს. მე ემოციური ლაპარაკი ვიცი და როდესაც საუბრობ, ისე ვიღრები. სხვასაც უმურღავ ტვინს. ახლა რატო ვამბობ ამას, ხუმრობით ვამბობ. ადამიანს როდესაც რამე თემა არ აინტერესებს და ვინმე ეუბნება ამ თემაზე საუბრება, მას ეს ახესიანებს. ეგ ხო ვიცი მე და ამიტომ თუ შემეკითხებიან პასუხობ. თუ არა და 1-2 სიტყვით, 3 სიტყვით ვიტყვი სათქმელს და всё. იმიტომ რომ ადამიანს თუ უნდა თვითონ შეგეკითხება, თუ არა და იმიტომ რომ ადამიანს თუ არა ინტერესებს, ტვინი გამიბურღეო გეტყვის. თუ აინტერესებს, ამას არ გეტყვის, მაგრამ თვითონ რომ თავისი ზედმეტი დაკითხვებით მიბურღავენ ზოგიერთები მე ტვინს, აგი ეს არ მიაჩნიათ საქმეთ. ამასა რომ ვამბობ. კარგი, მოდით გავაგრძელოთ. თავი ეს არის წნარად, შვიდად უბრალოდ მართვადი ადგილი. თავის ტვინი. არა, ეს ასე არ არისო, მაგრამ არისო რაღაც სხვა. ადამიანი მასეთი ტვინებით ხშირად ამ გამოცდილებით არიან მარტოხელები, იმიტომ რომ
რაც მათში ხდება ხოლმე, ძალიან რთულია, ძალიან დაწვრილებით, ასე ვთქვათ, დეტალურია, ძალიან სავსეა არა, დაჯერებულია იმისთვის, რომ ამაზე ისაუბროს. ზოგჯერ შენ გიჭირს, რომ უბრალოდ არ იფიქრო, რჩევები გაუშვი, მოდუნდი და არ აიკვიატო. ცუდად მუშაობს თუ არა, არ მუშაობს საერთოდ. იმიტომ რომ ისინი შენსკენ არ არის მიმართული. შენ ტვინისკენ არ არის მიმართული. ისინი ამბობენ, რომ ბევრი ფიქრი ეს არის არჩევანი, რისგანაც შეგიძლია არ ითქვა, მაგრამ ეს არ არის არჩევანი. ეს არის არქიტექტურა და არქიტექტურის შეცვლა შენი ნებისყოფით შეუძლებელია. ხოლო შეიძლება მისი გაგება და ისწავლო მასთან მუშაობა. მაგრამ მუშაობა ეს არ ნიშნავს ბრძოლას. ეს ნიშნავს, როდესაც შენი სცენარი მოაქვს საინტერესო ინფორმაცია და როდესაც ის დარბის ედეგივე წრესზე. მაგრამ შენ უნდა იცოდე, თუ როგორ უნდა მისცე შენ ტვინს დასრულება, რომელსაც ის ეძებს. უნდა იცოდე, რომ რთული დღის შემდეგ გამოფიტვა ხშირად მოდის არა მოვლენებისაგან, არამედ იმისაგან, თუ რამდენი სიმულაცია ჩაატარა შენმა ტვინმა ამ დროის განმავლობაში. ეს კი არის პრაქტიკული ცოდნა. ის ცვლის იმას, თუ შენ თავს როგორ ორგანიზაციას გაუკეთებ, რა დატვირთვას აიღებ, როგორ სივრცეს დატოვებ აღსადგენად. თუ შენ მუდმივად იგონებ შენ თავში სცენარებს, შენ ხუთივე დამახასიათებელი ნიშნები გაქვს. მაღალი აქტივობა პასიური ტვინის რეჟიმის ქსელში, რომელიც მუშაობს მოდუნებულ მდგომარეობაშიც კი. მწვავე თეორია გონებისა, ეს უნარიანობა, სხვა ადამიანების, ესე იგი, მწვავე თეორია, გონების მწვავე თეორია, რომელიც უნარია გაუკეთოს მოდელირება სხვა ადამიანებს, აწეული მზობელობა ტვინის განუსაზღვრობასთან, რომელიც შენ გიცავს სიმულაციის დახმარებით, ნარატიული აზროვნება და შესაძლებლობა ნახო სიტუაციებში სტრუქტურა და აზრი და შესაძლებლობა მომავალი მენტალური სიმულაციისა, რასაც ბევრ კონტექსტში ეწოდება სტრატეგიული აზროვნება. ეს დამახასიათებელი ნიშნები არსებობდა შენში ყოველთვის იქამდეც კი, სანამ შენ ცდიდი მათ პრობლემად. ტვინი, რომელიც ბევრს ფიქრობს, რომელიც ემზადება, რომელიც მოდელირებას უკეთებს, ეს არის ტვინი, რომლისთვის არ არის სულერთი, რომელიც ცდილობს გადალახოს რამე რაღაც პრობლემა. ტვინი მაღალი ღრმობელობით სამყაროს მიმართ და ადამიანების მიმართ. ეს არ არის დიაგნოზი, ეს არის აღწერა და განსხვავება აღწერის და დიაგნოზის შორის ძალიან დიდია. დიაგნოზი ამბობს შენ რაღაც გჭირს, აღწერა ამბობს შენ ასე ხარ მოწყობილი. თუ შენ იცანი შენი თავი იმაში, რაზეც მე დღეს საუბრობდი, დამიწერე კომენტარებში. ყოველ ჯერზე. ხო. კარგი, მოდით მე ამით დავასრულებ.
არც ის დიდი ვიდეოა. მეორე ვიდეოც მაქვს საინტერესო აზრთან დაკავშირებით. მე ჩავთვალე, რომ ორივე თემა თქვენამდე მისატანია ქართულ ენაზე. თან დიდი ვიდეო, ისიც არა დიდი ვიდეო. ამიტომ მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.